განათლების საერთაშორისო ცენტრსა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის სტუდენტების თანადაფინანსებაზე მემორანდუმი გაფორმდა კვალიფიციური შრომის ბაზრის შექმნისა და რა შესაძლებლობები აქვს რეალურად საქართველოს და რა მეთოდებით არის შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა. ნახეთ ჩვენი ექსკლუზიური ინტერვიუ დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის პრეზიდენტთან, რომელიც მარიამ მინაძემ მოამზადა. საერთაშორისო განათლების ცენტრთან მემორანდუმი გააფორმეთ, რომლის ფარგლებშიც 5 წლის განმავლობაში ქართულ სტუდენტებს სწავლის 40%-ს დაუფინანსებ. რატომ დაინტერესდით საქართველოთი და რა ტიპის ქვეყნებზე აკეთებთ აქცენტს სტუდენტების შერჩევის პროცესში? დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში სტუდენტები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. ჩვენი მიზანია სტუდენტები კოლეჯში სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ, რათა მათ ერთმანეთს გამოცდილება და ცოდნა გაუზიაროთ. ამის შემდგომ კი ისინი ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და ბიზნეს კავშირებს ამყარებენ. მაგალითად, როგორც ირლანდიის შემთხვევაში არსებობს კავშირები Google-თან, Microsoft-თან, Apple-თან, IBM-თან და ასე შემდეგ. ესაა გლობალური უნივერსიტეტი, ამიტომ კავშირები მთელს მსოფლიოსთან გვაქვს, მათ შორის ჩინეთთან, ინდოეთთან, სამხრეთ აზიასთან, ევროპასთან. ჩვენი სტუდენტების 40% ევროპული ქვეყნებიდანაა, დანარჩენი ნაწილი კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. საქართველო კი ამ ქვეყნებს შორის ერთ-ერთია, ვისთანაც კავშირის გამყარება გვინდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ საქართველოს განვითარებაში და ისიც თავის მხრივ კარგი პარტნიორი იქნება ირლანდიური ბიზნეს კომპანიებისთვის. თქვენ ტექნიკური მიმართულებების შეარჩიეთ, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია მსოფლიოში. რა იყო ამის მიზეზი და რამდენად აქვთ თუნდაც ქართულ სტუდენტებს პოტენციალი გავლენიან ორგანიზაციებში მაღალანაზღაურებადი პოზიციები დაიკავონ? ირლანდიაში საკმაოდ მაღალკვალიფიციური ექსპერტები არიან ტექნიკური მიმართულებით და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც გავზრდით პროგრამების ჩამონათვალს სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. ტექნიკური პროფესიები მსოფლიოში საკმაოდ მაღალანაზღაურებადია. ქართველები Google-ში, Microsoft-ში და სხვა ძალიან ბევრ დიდ კომპანიაში მუშაობენ. მათ კი სწორედ ისეთივე მაღალი ანაზღაურება აქვს, რაც დასაქმებულებს სხვა ქვეყნებიდან. დუბლინი ცოტა ძვირიანი ქვეყანაა, თუმცა მთელს მსოფლიოს აკავშირებს ერთმანეთთან. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომდევნო წლებისთვის სწორედ განათლებაა. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, რა უნდა გააკეთოს საქართველოს სწრაფი განვითარებისთვის, რათა განვითარებულ ქვეყნებს დაეწიოს. მნიშვნელოვანია განათლებაში თანხების ინვესტირება. იაფი ნამდვილად არაა კვალიფიციური კადრების შექმნისთვის ქვეყანაში საჭირო გარემოს შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი უნივერსიტეტები საერთაშორისო უნივერსიტეტებს სათანადო კონკურენციას უწევდნენ. მათ შორის მნიშვნელოვანია ხელფასების ნაწილიც. ჩვენს უნივერსიტეტში ლექტორთა 40% სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან, ამიტომ საჭიროა, რომ მთავრობამ მნიშვნელოვანი თანხები დააბანდოს ადგილობრივ უნივერსიტეტებში. განვითარების მეორე ნაწილი უნივერსიტეტებზეა დამოკიდებული, რომ მათ მჭიდრო კავშირი დაამყარონ საერთაშორისო სასწავლებლებთან. მნიშვნელოვანია ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი შესაძლებლობების შექმნა. ასევე მთავრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ პროგრამებს, რა მიმართულებითაც მას ადგილობრივ ბაზარზე კვალიფიციური კადრების ყოლა სურს. პროგრამების შერჩევის პროცესში კი მთავრობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რადგან თანხა სწორედ მან უნდა დააბანდოს. ეს გრძელვადიანი ინვესტიციაა და კონკრეტული შედეგების მიღება 10-20 წლიან პერიოდშია შესაძლებელი. თუმცა კვალიფიციური კადრები ბიზნესაც სჭირდება და მოკლევადიან პერიოდში მათი პოვნა რთულია. როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში ბიზნესი? საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა, მაგრამ ისევ და ისევ მნიშვნელოვანია ხელფასების ნაწილი, რომელიც აუცილებლად კონკურენტუნარიანი უნდა იყოს, თუ ბიზნეს კვალიფიციური კადრების მოზიდვა სურს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბაზრებიდან. დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს. მადლობა. მაშასე ამ დროისთვის სულ ეს იყო ყველა სიახლეს ტრადიციული